გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. სასამართლო პროცესი ოპოზიციის 8 ლიდერის წინააღმდეგ მორიგი ჯარიმა კრიტიკულ მედიას. პოლონეთში ბელარუსი ჯაშუშები გამოავლინეს. დღეს ამ და სხვა თემებზე მოგითხრობთ. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეიტრალური საქართველოს წევრები გამოიკითხნენ. სწორედ მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოძიება. ბიძინა გიორგობიანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ პროკურატურას საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა, თუმცა მოგვიანებით ეს სიტყვა ფაქტებით შეცვალა. ჟურნალისტების კითხვაზე კონკრეტულად რა მტკიცებულებები ჰქონდა ორგანიზაციას, გიორგობიანმა პასუხი ვერ გასცა. პროცესზე გამოკითხულმა ნეიტრალური საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა შაქარაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოში განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციები შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით იყო ორგანიზებული და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ემსახურებოდა. ჯაფარიძემ საქმეს ჩვეულებრივი ბოდვა უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენი წინასწარ არის განსაზღვრული. ყვევია, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ პოლიტიკოსები და თქვენც მედია და პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები და რუსთაველზე ვისდგას და ეს არის რაღაცა გაშლილი დიდი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა თუ რაღაც ხარატემის სახიან, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას აკეთებდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგრეთ წოდებული USAID-ის გავლით. საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელსაც ანალიტიკოსები მედიაზე ზეწოლის მაგალითად განიხილავენ. 10,000 ლარით სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულა გოგა ხანძრავას მიმართ სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელების ბრალდებით დააჯარიმა. საქმე შაბათის ფორმულის საგამოძიებო სიუჟეტს ეხება. იმავე სიუჟეტის გამო ხანძრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ცრუდასმენის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ტელეკომპანიის თანამშრომლები უკვე გამოიკითხნენ. ფორმულაში აცხადებენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან ერთად თავისუფალ ჟურნალისტიკასა და საგამოძიებო მედიაზე ზეწოლას გააძლიერებს. ტელეკომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გეგმავს. ხანძრავამ ფორმულას ეთერით გასული 2 სიუჟეტის გამოუჩივლა. პირველი სიუჟეტი სახელწოდებით ბოდიშიდან შენდობამდე, რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს გოგა ხანძრავას მილიონს. ეთერში შარშან გავიდა, ხოლო მეორე ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი შემოყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხანძრავას. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ერთი თვის წინ იყო ეთერში. კრემლი ღიად ერთვება ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვლადიმერ პუტინმა გამარჯვება საჯაროდ უსურვა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტობის კანდიდატ მარატ კამბოლოვს და განაცხადა, რომ რუსეთი მის მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს. კამბოლოვმა, რომელიც კარიერის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა, პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა არასოდეს დაივიწყებს, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. კამბოლოვი კანდიდატად მას შემდეგ დასახელდა, რაც მისი წინამორბედი ალან გაგლოვი თანამდებობიდან გადადგა და პუტინმა საკუთარ მრჩევლად დანიშნა. ვადამდელი ეგრეთ წოდებული არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება. უკრაინის მორიგიერიში რუსულ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსებზე სამიზნე ამჯერად ბაშკირეთის ქალაქ სალავატში გაზპრომის მასშტაბური კომპლექსი გახდა. აფეთქებების კადრები თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მოგვიანებით ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა. გაზპრომ ნავთობქიმ სალავატი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპლექსია. უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს აზოვის ზღვაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზეც. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში დაზიანებულია 11 ხომალდი. უკანასკნელი 9 დღის მონაცემების მიხედვით კი უკრაინულმა დრონებმა 114 ხომალდზე მიიტანეს იერიში. Это капец как близко. Это ужас.
მათ ვინც სოციალურ ქსელებში რუსულ სამიზნეებზე უკრაინული დრონების იერიშის შესახებ გაავრცელებს მასალას, შესაძლოა უკვე არა მხოლოდ ადმინისტრაციული საშელი, არამედ სახელმწიფო ღალატში ბრალდებაც ელოდეთ. რატომ ხდება უფრო და უფრო საშიში უკრაინის იერიშები და მათ შესახებ ცნობები? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან რუსეთის შიდა პოლიტიკაზე? ამის შესახებ საქართველოს ნიუსი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროს ანდრო ბარნოვს ესაუბრა. გამარჯობა ბატონო ანდრო, გმადლობ სტუმრობისთვის. ბოლო პერიოდში ვხედავთ ცნობებს რუსეთში საწვავის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ. თქვენი შეფასებით ეს უკვე სისტემური კრიზისის დასაწყისია თუ ჯერ კიდევ დროებითი ეკონომიკური სირთულეა? დასაწყისია, იმიტომ რომ ეს ახალი აღმოჩენა, ასე თქვათ, უკრაინისთვის სტრატეგიაში და მე ვფიქრობ ძალიან ეფექტური მეთოდს მიაგნეს იმისათვის, რომ რეალურად შეცვალონ რუსეთის სიტუაცია და აიძულონ რომ მიიღონ უკრაინის პირობები. ჩვენ სულ ამ პრინციპში ხა თუ ბოლო 3-4 თვის დინამიკას გადავხედავთ, სადაც მარტი, აპრილი, მაისი მე მგონი იყო პირველი თვეები, როცა ესე წმინდა ტერიტორიული მოგება დარჩა უკრაინის მხარეს, ანუ რაღაც წაიღო რუსეთმა, რაღაც დაიბრუნა უკრაინა, მაგრამ უმეტესობა, ანუ მეტობაში დარჩა უკრაინა. ივნისის მონაცემის მართლა გითხრათ, არ ვიცი ჯერ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დაახლოებით ეგრე იქნებოდა. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რუსეთს ფრონტის ხაზზე მოუგო არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან რთული რაღაცა. ამიტომ მე მგონია, რომ ეს რაც დაიწყეს უკვე შიგნით ენერგოობიექტებს დარტყმა, ეს არის ყველაზე ეფექტური მართლა, იმიტომ რომ პირდაპირ ეკონომიკას ანგრევს. ბევრი უყურებს, რომ რუსეთი დიდია და ბევრი გადამამუშავებელი აქვს და მარაგი არ ამოეწურება და როდის ამოეწურება. ასე არ არის სინამდვილეში, ეს თავიდან იწყება როგორც წრფივი რაღაცა ესკალაცია და რაღაცა ეტაპის მერე გადადის გეომეტრიულში. და ამას მოყვება უამრავი სხვა რაღაცა, ეხლა იმ დროს უყურებდი, უკვე ჩივიან საავადმყოფოები, იძახიან, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები ჩერდება, რომ პაციენტები კორპუსიდან კორპუსში ვერ გადაყავთ, რომ ელემენტარული სამედიცინო დახმარება არ დაუშვათ, რაღაცა სკრინინგი, რაღაც ჩაუტარონ, ხო? ძალიან ბევრ პრობლემასთან არის, რა თქმა უნდა, საწვავი დაკავშირებული ენერგეტიკაა, ხო? ეს ენერგეტიკა თან მომხმარებლის ხაზში, ასე ვთქვათ, ხო? ხო და გარდა იმისა, რომ ხედავთ ასეთი უკმაყოფილება, იმ დროს რაღაცა კვლევებს კითხულობდი, დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს მეტად თუ ნაკლებად უკვე შეეხო ეს კრიზისი, ეს ფაქტიურად ნახევარი უკვე რუსეთის მოქალაქეებს, ხო? და ეხლა ვისაც პოლიტიკა ესმის, ასე თქვა, ზოგადად როგორ არის ეს მოწყობილი და ეკონომიკა რას იშავს, ხო? ეკონომიკაა ყველაფერი საბოლოო ჯამში. ეს ბუნებრივია გამოიწვევს მერე რეგიონებში ძალიან დიდ უკმაყოფილებას, იმიტომ რომ როდესაც იქნება დეფიციტი გადაწყდება, ასე რომ ჯარის სასარგებლო. ბატონო ანდრო, თქვენ წერდით იმის შესახებ, რომ ახლა გადამწყვეტი მხოლოდ საწვავის დეფიციტი კი არა, ლოგისტიკის მოშლაც არის. სად გადის ის ზღვარი, როდესაც ეკონომიკური პრობლემები სახელმწიფოს მართვის კრიზისში გადაიზრდება? როგორ ფიქრობთ, როცა კრემლი დგას გამოწვევის წინაშე, მოხმარდეს თუ არა ეს რესურსი, რაც დარჩა ჯარს თუ მოქალაქეებს, რა იქნება არჩევანი? არ გონი აქ რა ჩემი აზრი იყოს საჭირო. მე ვფიქრობ არჩევანი არ აქვს ეს დროებით. უბრალოდ მოუწევთ, რომ ჯარის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი და ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ეს პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდება, ხო? მაგრამ ეს თავისთავად ის რომ საზოგადოება უკმაყოფილი იქნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც რევოლუცია მოხდება უკრაინაში. აქ უფრო სხვა რაღაცა იქნება, აქ იქნება რეგიონების რეგიონულ ადმინისტრაციებსა და ცენტრს შორის დაძაბულობის და ეს უფრო იქნება, იმიტომ რომ ისინი ადგილზე არიან, იმათ პირდაპირ შეხება აქვთ ადამიანებთან, ყველა თავის მომავალზე ფიქრობს და წავა უკვე სხვა ტიპის კორუფცია ფაქტიურად დაიწყება, მოპარვა რაღაცეების, ფულის, საწვავის, რომ ადგილობრივი მოხმარებისთვის დატოვონ. ეს კიდევ უფრო დამძიმებს სიტუაციას, ხო ახლა უკვე ჯარს დააკლება. დაიწყება გადაბრალებები, დაჭერები, დასმენები, ну რაც ახლა რუსეთში ეხერხება ძალიან კარგად ახლა. ეს არ იქნება ესეთი ის, ხო? ასე რომ პრობლემა ბევრი იქნება, ახლა მე არ ველი ცხადია იმას, რომ რუსეთი დაიშლება წელს რაღაცა ეგრე არ არის, მაგრამ ის რომ მათ ძალიან მალე მივლენ უკვე იმ წერტილამდე, რომ რეალურად კაპიტულაცია მოუწევთ, ანუ უკრაინისთვის დათმობა მოუწევთ. მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ამ
ასე ვთქვათ, საბრძოლო შეხების წერტილში შეწყდეს ეს ბრძოლები, როგორც აქამდე ზელენსკი პირდებოდა, ხო? იმიტომ რომ აშკარად ახლა ბურთი გადადის ზელენსკის მოედანზე და მას შეუძლია მეტი მოითხოვოს და მე არ გონია, რომ დაჯერდეს უფრო ნაკლებს, ვიდრე იქნებოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინა მიდის იმისკენ, რომ ეს რეალურად შეძლოს ჩვენ ძალიან ნახეთ, როგორ დამთავრდა ნატოს სამიტი, რა წარმატებას აღწევს უკრაინას საერთაშორისო არენაზეც და ბრძოლის ველზეც. როგორ გონიათ, ხომ არ შეცვლის ეს რუსეთის ხედვას ომის დასრულებასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ მათ ხედვა არ აქვთ, იმიტომ რომ გვიანია. ვერაფერს ვერ შეცვლიან. ყველა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ომი გაგრძელდება, მაგრამ სანამ სრული ჩამოშლა არ იქნება რუსეთის მხარეს. არანაირი გამოსავალი დღეს პუტინს არ აქვს, გარდა იმისა, რომ აიღოს ერთი ტყვია, ჩადოს რევოლვერში და გაისრულოს. ამას არ იზავს. სხვა გამოსავალი არ აქვს. იმიტომ რომ დღეს ახლა რაღაც პირობების დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად აღიაროს დამარცხება და ეს პირდაპირ გამოიწვევს დიდ ღეროვალებას თვითონ რუსეთში შიგნით, ხო? ამას ვეღარ გააჩერებენ. ერთადერთი შანსი რუსეთის და პუტინის უпростоროდ ხო თქვა, არის რაღაცა მოიგონოს იმისაც, რომ ეს ასეულობით, ათასეულობით დრონი, რომელიც ყოველდღიურად მიდის რუსეთის ტერიტორიაზე, ყველა შეაჩეროს. ან რაღაცა ისეთი პირდაპირ სამხედრო ესკალაცია მოახერხოს, რომ ჩავიდო და კიევი დაიპყროს. ახლა ეს სისულელია ცხადია, მაგრამ ამას ვერ იზავს ვერცერთს ვერც მეორეს. რაც დროში ეს გრძელდება, ხო, მისთვის მხოლოდ მძიმდება. აი ხა ბოლო დღეებში ვხედავთ მოუმატეს ამ დარტყმებს, ამ ისვრიან ამ ბალისტიკურ რაკეტებს, ყველაფერს მოკლედ უკვე რამე შეგვიძლია და უბრალოდ ანგრევენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ანუ ეგრას ნიშნავს, რომ დაზერვაში ძალიან მოიკოჭლებენ და არ იციან ელემენტარულად სამხედრო ინფრასტრუქტურას ადარო იმას დაარტყან და ესეთი საკვანძო წერტილები და უბრალოდ ბრუტალურად ანგრევენ, რომ იქნება, არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ გაბოროტებულები სჯიან მოსახლეობას. მეტი ეს არაფერი არ არის და სრულიად საპირისპიროს ხედავთ უკრაინის მხრიდან, ხო, სამოქალაქო მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე შეტევა ფაქტიურად არ არის, თუ ეხა გვერდითი მოვლენით რაღაც დაზიანდება, სხვა ამბავია, მაგრამ შეტევა ძირითადად მიდის სამხედრო ობიექტებზე, მიდის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე. ასე რომ ძალიან ჭკვიანური და ძალიან ესეთი ზუსტი სტრატეგია წარმოებს დღეს უკრაინის მხრიდან. და ეს იძლევა ზუსტად იმის იმედს, რომ ალბათ სავარაუდოდ იმედია მალე შედეგი იქნება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებთ საქართველოს ნიუსის კითხვებს სანდრო ბარნოვი პასუხობდა. საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და კიდევ 6 ევროპულმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური სარაკეტო კოალიციის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. 10 ქვეყნის ერთობლივი დეკლარაციის მიხედვით კოალიცია ევროპისა და უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავებს. ინიციატივა ითვალისწინებს საერთო ოპერატიული მოთხოვნების, თანამშრომლობის მექანიზმებისა და ერთიანი საგზაო რუკის შემუშავებას. კოალიცია აცხადებს, რომ მისი მიზანი მხოლოდ თავდაცვა და სხვა ქვეყნებისთვის ის ღია დარჩება. ეს ომი უკრაინასა და ამავე დროს ევროპის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას აღწევს, რაშიც ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამავდროულად კრემლი ვეღარ აღწევს არსებით ტერიტორიულ წინსვლას. სულ უფრო აშკარა ხდება და ამას უფრო და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქეც აცნობიერებს, რომ მოსკოვი ამ ომს ვერ მოიგებს და თავის სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევს. გუშინდელი კოალიციის შეხვედრის მთავარი თემა იყო, როგორ უნდა უზრუნველყოთ პრაქტიკულად უკრაინისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოება შესაძლო მშვიდობის ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ერთობლივად გადავწყვეტეთ, რომ უკვე ამ შემოდგომაზე პოლონეთში გაიმართება პირველი სამხედრო სწავლებები ფრანგი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით. ბელარუსის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. პოლონეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ დააკავა პირები, რომლებსაც მინსკის ინტერესებისთვის მუშაობაში ედებათ ბრალი. გამოძიების ვერსიით ისინი ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებზე ინფორმაციას აგროვებდნენ. თუმცა როგორც ირკვევა, სპეცსამსახურების ინსტრუმენტი ადამიანი შეიძლება ისე გახდეს, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ქონდეს. თემაზე ჩვენი კოლეგა დარია ჩულცოვა მუშაობდა. Это я говорю про нашу агентуру, спасибо им. На завтра мы все знаем.
ლუკაშენკას მადლიერება თავისი აგენტურის მიმართ მხოლოდ სიტყვებს არ გულისხმობს. პოლონეთის სპეცსამსახურები რეგულარულად აცხადებენ იმ პირების გამოვლენის შესახებ, რომლებიც მინსკის ინტერესებისთვის მუშაობდნენ. ივლისის დასაწყისში პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ 2 სავარაუდო ჯაშუშის დაკავებაზე განაცხადა. ერთი ბელარუსის, მეორე კი პოლონეთის მოქალაქეა. გამოძიების ცნობით ისინი ბელარუსული დიასპორის ღონისძიებებს ფარულად იღებდნენ და მასალებს მინსკის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ. თვალთვალის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება არ არის, მსგავსი ქმედება ემსახურება ემიგრანტული თემების დაშინებას, მათზე ზეწოლას და პოლონეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების პროპაგანდისტული ნარატივების გაძლიერებას. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო თავისუფლების დღე 25 მარტი, როდესაც ბელარუსები, მათ შორის ვარშავაშიც, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავენ. მინსკის რეჟიმი ამ თარიღს არ აღიარებს, ხოლო ვინც მის აღნიშვნას ბედავს, დევნის ობიექტი ხდება. Это были сотрудники КГБ. KGB-ს თანამშრომლები მოვიდნენ სანამ ბელარუსში ვცხოვრობდით. ორნი იყვნენ. მთელი ბინა თავდაყირა დააყენეს. ქურთუკის ჯიბეებიც კი გაჭრიკეს. ყველაფერი გადაამოწმეს. ჩემს შვილსაც აშინებდნენ, ეუბნებოდნენ, შეიძლება შენც და გაპატიმროთო, მაგრამ ვერ შეაშინეს. აღმოჩნდა, რომ ბელარუსის რეჟიმის აგენტი შეიძლება ისე გახდე, რომ ამაზე წარმოდგენაც კი არ გქონდეს. ეს კადრები ლიეტუვაში გამართული თავისუფლების დღის აღნიშვნას ასახავს. ვიდეოები, რომლებიც უკრაინელმა სტუდენტმა გადაიღო ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. ნიკოლაი ამბობს, რომ ეგონა დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ნოვაია გაზეტა ევროპისთვის მუშაობდა. სინამდვილეში კი უნებლიეთ მინსკის სპეცსამსახურების ინტერესებს მოემსახურა. დავგუგლე რა იყო ნოვაია გაზეტა ევროპა. ვნახე, რომ ნამდვილი და სანდო მედია საშუალება იყო. მართლაც არსებობდა ასეთი რედაქტორიც ირინა. ვიფიქრე რატომაც არა, მით უმეტეს $70-ს პირდებოდნენ. ნიკოლაის ბელარუსული აქციის გადაღება ინტერნეტში გაცნობილმა გოგომ სახელად ილონამ შესთავაზა. ვითომ ილონა ახალგაზრდა კაცს 2 წლით ადრე ონლაინ თამაში დაუახლოვდა და უთხრა, რომ რიგაში ცხოვრობს. თუმცა პირველი დავალება ნიკოლაიმ გაცნობიდან 1 წლის შემდეგ მიიღო. ეს არის ფრაგმენტი ბელარუსულ ტელეარხ STS-ის გადაცემიდან დაფარვის გარეშე, რომლის წამყვანია ნეხტას ცნობილი თანამშრომელი, დღეს კი ლუკაშენკას პროპაგანდისტი რომან პროტასევიჩი. ვიდეოში პოლიტოლოგი სვეტლანა ციხანოვსკაიას ყოფილი მრჩეველი ალინა ხარისოვაა, რომელიც ამბობს, რომ ბელარუსის KGB-ს ინფორმაციას გადასცემდა და ეგონა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ხარისოვა მოგვიანებით განმარტა, რომ ვიდეო მართლაც ჩაწერა, თუმცა არავისთვის საიდუმლო ინფორმაცია არ გადაუცია და არც არავისთან უთანამშრომლია. ხარისოვას თქმით, ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, აუდიო ჩანაწერები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი, ხოლო პირი, რომელიც მას უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლად გაეცნო, ცხადია მოგზავნილი აღმოჩნდა. ხარისოვას თქმით, თანამშრომლობაზე უარის შემდეგ ბელარუსის KGB-მ მასზე ზეწოლა დაიწყო. დააკავეს მისი ნათესავები, თავად კი მუქარის შემცველ ზარებს იღებდა. მან მომხდარის შესახებ გერმანიის პოლიციას აცნობა. დაიწყო ოფიციალური შემოწმება და ექსპერტიზისთვის საკუთარი სამუშაო ტექნიკაც გადასცა. უნებლიე შემსრულებლებისა და ეგრეთ წოდებული მარტოხელა აგენტების გარდა მინსკის რეჟიმი შესაძლოა დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ ჯაშუშურ ქსელსაც იყენებდეს. მიმდინარე წლის მაისში ბელარუსის ყოფილი ძალოვნების გაერთიანება ბელპოლმა გაასაჯაროვა 100-ზე მეტი პირის ვინაობა, რომლებიც მათი ინფორმაციით მინსკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 40 ქვეყანაში მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი ყველაზე დიდი ნაწილი არა ლუკაშენკოსთვის მწვრთნულ დასავლეთში, არამედ რუსეთში საქმიანობდა. პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ისტორიაში პირველად უკრაინელმა სამხედროებმა შანზელიზეზე გამართულ ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. იქამდე კი ეროვნული დღესასწაული ფოიერვერკით და დრონების შოუთი აღნიშნეს. ათობის დრონმა საფრანგეთის სხვადასხვა სიმბოლო, მათ შორის ეიფელის კოშკი გამოსახა. ბასტილიის დღე 1789 წლის 14 ივლისს პარიზში ბასტილიის ციხის აღებას უკავშირდება. ეს მოვლენა საფრანგეთის რევოლუციის გარდამტეხ ეტაპად იქცა და საბოლოოდ მონარქიის დამხობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის შექმნას შეუწყო ხელი. დღეისთვის სულ ეს იყო. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.